ეს არის მეგობრებო მაცივარი, დღეს რატომღაც მაცივარი მომწეს, საიდან მოხდა ამ კომპანიაში მაცივარი არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ტვირთი აქვს ეთყობა არ ვიცი. და განახებთ ახლა აგერ მაცივრის ჩართვა გამორთვა როგორ არის. არაფერი განსაკუთრებული მეგობრებო. აგერ არის ესეთი მოწყობილობა რა. და ესეთი მოწყობილობა აი სტარტია. და მოკლედ არც ხელს არ გვიდეთ, პროსტა აი ეს რო ავწიოთ მეგობრებო, განათდება ახლა ეს ბახაში რაღაცეები. ტემპერატურას ვაყენებთ ესე მეგობრებო, ზევით, ქვევით. უდრისი არის ჩათვალეთ ოკეი ამისთვის რა, ამ შემთხვევაში. აი ხა ნახეთ 18 ხო წერია, აი მაგალითად რო დავაყენოთ, აი 17, 16, 15. და სიო ეს რო დავტოვოთ მოკლედ ესე, ახლა ჩაერთვება ცოტა ხანში, აჰა. დაიწრიფინებს და ჩაერთვება. მეტი ამას განსაკუთრებული არაფერი არ აქვს. ტემპერატურა რამდენიც გინდათ, მოკლედ აქედან ვარეგულირებთ, ჩართვა გამორთვა. ეს ავტომატური სხვა არ გვინდა რა, ეს ძრავის გამორთვა რაღაცა, მაგრამ იდეაში სხვა არ გვინდა. არის სხვანაირები, მაგრამ პრინციპი დაახლოებით ერთ და იგივეა რა. ამიტომ ეხლა ამას გავთიშავ. всё, მთელი ამბავი ეს არის ამის. და ასევე აქეთ მხარეს აქვს ბაკი რა. აი, გვიჩვენებს რამდენი გვაქვს სალიარკა. ჩასხმა აქეთ. სულ ეს არის ამისი ამბავი მეგობრებო, ტემპერატურის ამბავი. ეხლა ამას ვარს უბრალოდ აქ დავიტვირთები. მივალ იმაში რა ქვია. უკანაც განახეთ კარები ცოტა სხვანაირი აქვს, მაგრამ ნუ პრინციპი იგივეა რა. მივალ ბაზაზე ხა და რა ვიცი ამ ტურს რას უზავენ აზე არა ვარ, მაგრამ მე ამით არ მივივარ ინგლისში. პროსტა დღეს რაღაც პუნჩი ესე მომიწია, აქედან ბაზამდე მიტანა, ეხლა პოზნანში ვარ, ჯერჯერობით რა. ასევე ეს რა არის? არ ვიცი მეგობრებო. ამას უნდა კონდეს ასევე იმისი აპარატი რა ქვია, რასპეჩატის აპარატი რა, როგორც ჩვენ გვაქვს ისე, ამასაც უნდა კონდეს და ამას არა აქვს მეგობრებო, არ ვიცი ეს რა არის, მოკლედ რანაირი პრინციპი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აგრეგატი ეს არის და ასევე უნდა იყოს ცალკე რასპეჩატის აპარატი, სადაც შეიძლება დასლაზე რომ მიხვდეთ მოგთხოვონ, თქვათ გზაში რო იარო, რამდენი გრადუსი იყო ტემპერატურა შიგნით, რა გზის განმავლობაში რო ხო არ გაითიშა, ხო არ დავარდა ტემპერატურა, ხო არ მოიმატა და ასე შემდეგ და ჩვეულებრივად როგორც ტახოგრაფი იმაშვება ხოლმე მონაცემს იწერს, ეს მაცივარი იწერს ხოლმე. ეხლა კონკრეტულად ეს არის წერს, მაგრამ ნუ უნდა იწერდეს რა მოკლედ რა. და თუ რამე შეიძლება მოგთხოვონ დაცვის ადგილზე ამონაბეჭდი ჩვეულებრივად რა. ეხლა აქ ჩემ შემთხვევაში ვიცი რომ კონტროლი მოვა, იმიტომ რომ ერთხელ ვიყავი აქ ადრე და კონტროლი მოვა, ეხლა შეამოწოს ეს აგრეგატი თუ მუშაობს რაღაც და მერე დაიწყებენ დატვირთვას. ნუ მაცივარს კი ბატონო კარი გააღედაკეთ, ტესტენტი არა გაქვს, მაგრამ თავისი სხვა მინუსები აქვს და კიდე ამის რიხინი და ამასთან ერთად სიარული და ძილი და კიდე მაგის სალგე არის ზაპრავკება და ნუ რა ვიცი, შიგნით ხო სიცივეა, ეხლა მე არ მიწევს დღეს ხომ ხშირად ამაცივარს უწევს ხოლმე, მაცივებს უწევს ხოლმე, ხშირად შიგნით დასლა დატვირთვა ცივა რა შიგნით. ჩემი დატვირთვა დაიწყეს როგორც აგერ გაწყვეტ. კაი, ეგ არის მოკლედ რა. კარის დაკეტვასაც გაჩვენებთ, ცოტა სხვანაირი კარები აქვს, ოდნავ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. და ეგ არის. აი დაიტვირთა ახლა მოკლედ. და ესეთი სკელი კარებები აქვს რა, პროსტა მეტი არაფერი. და ესენია ცოტა სხვანაირი, ამას აქვს მოსადილი. სიო, ეგ არის მთელი სიამისი ამბავი და ზამოკებია კიდე სხვანაირი. აგერები დაგვიდეს. აზე რა რები დაგვიდეს მოკლედ. სიო, ეგ არის მთელი ამისი ამბავი. კი ბატონო, სამუშაოთ ესე იმ ხრივ რომ კარი გააღვედა. დაკეტე, აჰა, მეტი არაფერი არ გინდა. ამის გაღებაა ხოლმე სხვათა შორის ძნელი, იმიტომ რომ რეზინებზეა ნახეთ და გერმეტულად იკეტება რა. აი გზებით არ ვარ გახჩემის რეზინი. გერმეტულად იკეტება და ეხა ამის გაღება მე უკვე ცოტა ისეთი არის, ანუ კარგად უნდა მოგაჩვო. აქეთ ხვდებით? მთელი მუღამი ეგაა. არის კიდე ხანდახან ეს რაღაცები აქვს, შეიძლება თურთი იყოს რომ არ დაჭირდეს მაცივრის ჩართვა. მაგრამ ამას გაუხსნით ხოლმე რა, მოკლედ ეს იღება რა. ეს ჩემი მაცივარი, მოკლედ ჩემი კი არა, ვიღაც მაცივარი ეს ჩვენ ეს თხოვა, ვიღაცა თავის მეგობარმა და
მაგივერად ვაკეთებთ ახლა ჩვენ მასწავლებლებს საერთოდ არ გვყავს. და თქვენ კომპანია სადაც მივდივართ, ერთ ლოჯისტიკა სადაც ორ ეკიპაჟიანები არიან და უიაქას რა დღეშია მოსივარ. იქ ორ ეკიპაჟიანები არიან და კი ბატონო, იქ ორ ეკიპაჟიანებზე მასწავლებლები არის და კაი მასწავლებლები ყავთ. ეს რაღაც ჭղანია. ასე რომ სულ ეგ არის მეგობრებო მასწავლებლების ამბავი რა. აგე სულ ვოლვოები გვიხატია ჩვენც. ეხლა ამას ჩაურთავ მე. ტემპერატურას დაუყენებ ბარემ 12-დან 18-მდეო და ცემეს რომ მომცემენ მე ვნახავ ეხლა არ ვიცი რა ის. აბა ეხლა ვნახოთ რამდენია აქ. ჩაერთე მიდი. აჰა. 18, ამიტომ მოდი აგერ ამას დავაყენებ. 15-ზე დავაყენებ და ცემეს რომ მომიტან მე კი ვნახავ რამდენი და როგორა. ჩაერთვება ეხლა ნახე. რაგადაგადაგადაგადა. შუშა აწეულზე რავი, აბა თუ ისმის, ხმა ისმის. არის ტელეფონში ალბათ, მაგრამ ვიხინებს. თან ეხლა ჩუმად მუშაობს. ზოგი ძალიან რიხინებს და ეგ ცოტა აუტანელია ხოლმე მაგის რიხინ და ხანდახან შეიძლება მის საბმელს ჩახსნა დაჭირდეს, იმიტომ რომ ის რო რიხინებს, იგი რაღაც ვერა აქვს საქმე და დრაჟენია გადმოეცემა მანქანას რა და ხანდახან ჩახსნიან ხოლმე ბიჭები და ოდნავ წინ გავლენ ერთი რა ვიცი, ამ ხელაზე გავლენ წინ და ვსიო მე როგორ დრაჟენი ხმა კი არის, მაგრამ დრაჟენი არ არის. ან შეიძლება თქვა ჩახსნა პრინციპი და შენ უკიდან ამოუდგე და უკვე აღარ ის სხვა. კაი, მოკლედ დაცევის ამბავი სულ ეგ იყო, მეგობრებო, მეტი არაფერი განსაკუთრებული არა და კონდიციონერი ჩავთე ხა, აქ თორე უკვე ძალიან ცხელა დღეს. 33 გრამი ვაქნები. კარგით, აბა, ყოჩაღათ ყველა.